უნდა ვებრძოლოთ და შევპოვრები ვიყოთ ნარკორეალიზატორებთან. ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში საღი თვალით და არა პოლიტიკური მიზნებით უნდა შევეხოთ ამ პრობლემას, იმიტომ რომ ის ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ამ ადამიანების გამოყენება რაღაც რომ მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად და პროპაგანდის ინსტრუმენტებად უბრალოდ არ შეიძლება. ადამიანების სიცოცხლეს, ოჯახების ბედნიერებას და ამ ქვეყნის სტაბილურობას და სიჯანსაღეს ეხება ეს საკითხი და ერთხელ და სამუდამოდ სწორად უნდა გავსაზღვროთ ის დოზები, რაც ექვემდებარება თქვათ რეალიზაციას ის მუხს ის დოზები რაც მომხმარებლებს შეიძლება თან კონდეთ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომხმარებლების დასჯა მოხმარებისთვის, იმიტომ რომ არსად დედამიწის არც ერთ წერტილში ისტორიის არც ერთ მომენტში სადამსჯელო პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ წარმატებული არ ყოფილა. მსხვილი ნარკორეალიზატორები ვერ ფუნქციონირებენ სახელმწიფოს მფარველობის გარეშე და რა თქმა უნდა, აქაც ეს კრიმინალი, ისევე როგორც ყველა სხვა ტიპის კრიმინალი, შეზრდილია ივანიშვილის კლანურ მაფიოზურ მმართველობასთან. ამიტომ ამ ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის წამოწევა ისეთივე ცინიზმია, როგორიც იქნებოდა მაგალითად მათი მხრიდან დეოკუპაციაზე საუბარი, მაშინ როდესაც სრულ კოლაბორაციაშია ივანიშვილი ოკუპანტ სახელმწიფოსთან.